ისტორიაში უამრავი გენიოსი, მეფე, დამფუძნებელი და შემოქმედი არსებობდა, მაგრამ ბევრი მათგანი გონებრივად არასტაბილური აღმოჩნდა. ზოგს ფსიქოლოგიური ტრავმა, ზოგს სტრესი, ზოგი კი სრულად ფსიქიკურად დაშლილი იყო. დღეს გავეცნობით 20 ისტორიულ ფიგურას, რომელთა შთაგონების შესაძლებლობებს საზღვარი არ ჰქონდა, თუმცა ეს სია განახებთ, რომ მსხვილი ისტორიული მიღწევები და სიგიჟე ხშირად ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. იქამდე კი სანამ უშუალოდ ვიდეოზე გადავალთ, თუ მოგეწონებათ და გენდომებათ ამ კონტენტის განვითარება, უბრალოდ მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ასევე დამიწერეთ კომენტარებში რა თემებზე ისურვებდით შემდეგი ვიდეოების ხილვას. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომატს და გესაუბრებით მხოლოდ ფაქტებით. მე-20 ნიკოლა ტესლა. ტესლა არა მხოლოდ წინ იყო თავის დროზე, მისი გონება სრულიად განსხვავებულ სამყაროში მოგზაურობდა. ადამიანი, რომელმაც ელექტროენერგია ქალაქებისთვის შექმნა და უკაბელო ენერგიის გადაცემაზე ოცნებობდა, ცხოვრობდა საკუთარ გონებაში, რომელიც არასდროს ისვენებდა. მისი ყოველდღიური რიტუალები სასაცილოც კი იყო. 18 სუფრის ხელსახოცის გამოყენება, სასტუმროს ნომრის არჩევა მხოლოდ 3-ზე გაყოფადი რიცხვით. ტესლას ღამის წილი მხოლოდ 2 საათს გრძელდებოდა, რაც სიზარმაცეს უფრო ამძაფრებდა. მისი ხედვები, ანუ ის მკვეთრი ნათებები და ციმციმები, რომელსაც ტესლა ახალი იდეების გამოჩენამდე ხედავდა, შესაძლოა რეალური არ ყოფილიყო. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ჰალუცინაციები, რომლებიც გამოწვეული იყო იმით, რომ მას ძალიან ცოტა ეძინა და მუდმივად დაღლილი იყო. თანამედროვე ფსიქოლოგების აზრით, ტესლას ჰქონდა ობსესიური ქცევები, გადაჭარბებული წესები, რიცხვების აკვიატება და ერთსა და იმავე მოქმედებების გამუდმებით გამეორება. მას ასევე ეტყობოდა პარანოიდული შიშები, რაც გამოიხატებოდა ზედმეტ ეჭვიანობასა და სიფრთხილეში ადამიანების მიმართ. ამიტომ ამბობენ, რომ ტესლა თითქოს ზღვარზე იდგა. ერთის მხრივ იყო გამორჩეულად გონიერი და შემოქმედებითი გენიოსი, ხოლო მეორეს მხრივ ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი. ეს ორი მხარე მის ცხოვრებაში ერთმანეთთან ძალიან ახლოს თანაარსებობდა. მე-19 ჰენრი მერვე. ინგლისის მეფე ჰენრი მერვე ახალგაზრდობაში იყო თავდაჯერებული, სპორტული და ყურადღების მოყვარული. თუმცა დროთა განმავლობაში მუდმივი შექების მოთხოვნა, ჯანსაღი კრიტიკის შეუფერებლობა და სამყაროს თავის ნებაზე მორგების სურვილი გამძაფრდა. 1536 წელს, როცა ის ცხენიდან გადავარდა და 2 საათის განმავლობაში იყო უგონოდ, ამის შემდეგ ჰენრი შეიცვალა. მეფე გახდა პარანოიდული, ფეთქებადი და სასტიკი. მისი ბრძანებით გარდაიცვალა 50,000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2 მისი ცოლი. ისტორიკოსები ამბობენ, რომ ცხენიდან გადმოვარდნამ არ შექმნა ტირანი, მან უბრალოდ გამოკვეთა ის, რაც უკვე დიდი ხანი არსებობდა მასში. მისი ნარცისტული ანტისოციალური თვისებები, მათ შორის დიდი ამბიციები, ემპათიის ნაკლებობა და манипуляტორობა, ისტორიას დარჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მონარქი ინგლისის ისტორიაში. მე-18 ადოლფ ჰიტლერი. ჰიტლერი უკვე ჩამოყალიბებული და აშკარა პოლიტიკური ფიგურა იყო, თუმცა მისი პარანოია დროის გასვლასთან ერთად საშინლად მწვავდებოდა. 1945 წელს ერნესტ გუნშანკმა იგი აღწერა როგორც ცოცხალი გვამი, ადამიანი, რომელიც ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკვე თითქმის განადგურებული იყო. ჰიტლერი იღებდა 90-ზე მეტ სხვადასხვა წამალს, მათ შორის მორფინს, ამფეტამინსა და ტრანკვილიზატორებს. ეს მძიმე მედიკამენტური კოქტეილი ერთიანდებოდა ქრონიკულ უძილობასა და უკიდურეს ფსიქოლოგიურ სტრესთან. ბოლო დღეების განმავლობაში ბუნკერში ჰიტლერს ეწყებოდა ჰალუცინაციები, სჯეროდა ღალატის შეთქმულებების და გასცემდა რეალობას მოწყვეტილ უსამართლო სამხედრო ბრძანებებს. მისი საბოლოო გადაწყვეტილებები გამომდინარეობდა გონებიდან, რომელიც ქიმიურად, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკვე სრულიად იყო მწყობრიდან გამოსული. მე-17 ჟანა დარკი. ჟანა დარკი ბავშვობიდანვე იზრდებოდა მძიმე ტრავმულ გარემოში, რაც ზოგი მკვლევარის აზრით შესაძლოა შიზოფრენიის საფუძველი გამხდარიყო. მისი ხილვები და ხმები, რომლებიც წმინდანებისგან მოსმენილად მიაჩნდა, თანამედროვე მედიცინის თვალსაზრისით გარკვეულ ნევროლოგიურ სიმპტომებს ემთხვევა. სასამართლო ჩანაწერებში აღწერილია უცნაური ხმები და ნათებები, ასევე ძლიერი რეაქცია ეკლესიის ზარებზე, რაც შეიძლება ეგრეთ წოდებულ ტრიგერებზე მიუთითებდეს, გარე სტიმულებზე, რომლებიც სიმპტომებს აძლიერებდა. 17 წლის ასაკში იგი არმიას ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი შინაგანი რწმენა და ხედვები იმდენად ძლიერი იყო, რომ ზრდასრულ მამაკაცებზეც დიდ გავლენას ახდენდა. იგი 19 წლის ასაკში კოცონზე დაწვეს, თუმცა მისი ისტორია იქცა სიმბოლოდ, ერთდროულად უკიდურესი რწმენის, ფსიქოლოგიური ტრავმისა და ადამიანური განძლეობის ნიშნად. მე-16 სადამ ჰუსეინი.
სადამ ჰუსეინი იყო არა მხოლოდ სასტიკი მმართველი, არამედ ფსიქოლოგიურად მწყობრიდან გამოსული პიროვნება. მას ახასიათებდა ნარცისიზმი, პარანოია და ექსტრემალური სადიზმი, რაც ისახებოდა როგორც მის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, ისე ყოველდღიურ მეთოდებში. მისი უნდობლობა ყველას მიმართ, ოჯახიდან დაწყებული პოლიტიკური ოპონენტებიდან დამთავრებული, ქმნიდა განუწყვეტლივ დაძაბულობას და კონტროლის მუდმივ საჭიროებას. სადამისთვის ძალაუფლება არ იყო სამსახურეობრივი მოვალეობა, არამედ ეს იყო დომინაციისა და შიშის გავრცელების საშუალება, ხალხის ფსიქოლოგიური დამორჩილება, პანიკის შექმნა და სრული კონტროლი მისი მმართველობის ძირითადი მახასიათებლები იყო. ისტორიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად ადარებენ მის ფსიქოლოგიურ პროფილს ისტორიაში ყველაზე სასტიკ და პარანოიდულ დიქტატორებთან. მე-15 ნაპოლეონ ბონაპარტი. ნაპოლეონი მთელი ცხოვრება ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ბედის წერის ინსტრუმენტი იყო. თუმცა მის უკან იდგა ადამიანი, რომელიც ძალზე ნიჭიერი და ამავდროულად ცვალებადი ხასიათის პატრონი იყო. კრიტიკის საპასუხოდ ნაპოლეონს ჰქონდა ფეთქებადი ტემპერამენტი, კონტროლის დაკარგვა და ჰიპერმგრძნობიარობა. მისი გადაწყვეტილებები არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ პიროვნულადაც იყო დრამატული და ემოციურად დატვირთული. თანამედროვე მკვლევარები თვლიან, რომ მას ჰქონდა ნარცისტული და ბიპოლარული თვისებები, ენერგიის აფეთქებები, უმადობა და მუდმივი დაძაბულობა, რაც ხშირად აღწერილი იქნა როგორც კანდიდების მანია. მისი ფსიქოლოგიური პროფილი დღემდე წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს, როგორ შეიძლება დიდება, ამბიცია და გონებრივი ტალანტი შერეული იყოს რთული ფსიქიკური თვისებებით. მე-14 იოსებ სტალინი. სტალინი იყო ადამიანი, რომელსაც ეჭქვეშ არავინ აყენებდა, ალბათ ხვდებით რატომაც. ისტორიკოსები და სამედიცინო ექსპერტები მას ფსიქოპატად, ნარცისტად და სადისტად ახასიათებენ. ბავშვობის შეცდომები და ფიზიკური დეფორმები განსაზღვრავდა მის სერიოზულ უნდობლობას ყველას მიმართ. სენატორები, გენერლები და პარტიული წევრები მისი მსხვერპლი გახდნენ. სტალინის ხელი ურევია ცნობილ ძალადობრივ პოლიტიკურ რეპრესიებში, გენერლების დახოცვასა და პარტიის საყრდენების გაწმენდაში, რაც ხაზს უსვამს მის გულგრილობას და ცივსისხლიანობას. სტალინი ეძებდა ძალაუფლებას არა მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ ფსიქოლოგიური დომინაციისთვის. მისი განწყობა ხშირად იყო კონტროლირებადი, ხოლო მისი გეგმები სისასტიკით სავსე. მე-13 ივანე საშინელი. ივანე საშინელი ბავშვობაში გამოირჩეოდა ფსიქიკური სტრესით. მამა გარდაეცვალა, დედა მოწამლეს. ეს ტრავმა გამუდმებით აძლიერებდა პარანოიას და ეჭვიანობას. განწყობის სწრაფი ცვალებადობა, ჰალუცინაციები და გაღიზიანება, ქალაქების მასობრივი განადგურება, სასიკვდილო განაჩენები, მისი სისასტიკე თან ახლდა ღმერთის სახელით ქმედებას. თუმცა სრულიად პარანოიდული იყო. ივანე იყო გენიალური სტრატეგი, მაგრამ ემპათიის გარეშე, რაც მას ისტორია ბოროტების სიმბოლოდ აქცევს. მე-12 ბობი ფიშერი. ბობი ფიშერი იყო ჭადრაკის გენიოსი, რომელსაც შეეძლო დაფაზე სვლები ათეულობით ნაბიჯით წინ დაენახა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში საკუთარი ემოციებისა და აღქმის კონტროლი უჭირდა. ბავშვობიდანვე მას ანტისოციალური ქცევის ნიშნები ჰქონდა. დედამისი არაერთ ფსიქიატრს მიმართავდა, მათ შორის ისეთებსაც, რომლებიც თავად თამაშობდნენ ჭადრაკს. თუმცა ფიშერის გონების სრულად გაგება ვერავინ შეძლო. ფიშერის პარანოია უფრო და უფრო გამწვავდა. მას სჯეროდა, რომ საკვები მოწამლული იყო და მისი მოწინააღმდეგეები საერთაშორისო შეთქმულების ნაწილს წარმოადგენდნენ. სპეციალისტების შეფასებით ეს ქცევები დელუზიური აშლილობის კლასიკურ ნიშნებს შეესაბამება. ფიშერის ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება გენიალურობა და ფსიქოლოგიური დანგრევა ერთ ადამიანში პარალელურად არსებობდეს. მე-11 ჩარლზ მანსონი. ჩარლზ მანსონი იყო ამერიკელი კრიმინალი. ჩარლზმა ცხოვრების დიდი ნაწილი კალიფორნიის ციხეებში გაატარა, სადაც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები მას მრავალ განსხვავებულ დიაგნოზს უსვამდნენ. სხვადასხვა შეფასებით მას აღენიშნებოდა პარანოიდული შიზოფრენია, ქრონიკული ფსიქოზი, შიზოაფექტური აშლილობა და ბიპოლარული აშლილობა. მისი გონება მუდმივად მიმართული იყო ძალაუფლების მოპოვებისკენ, ადამიანებზე გავლენის მოხდენისკენ და დანაშაულებრივი ქმედებების დაგეგმვისკენ. ამ თვალსაზრისით მანსონის ფიგურა ხშირად განიხილება არა როგორც უკონტროლო სიგიჟის, არამედ როგორც მანიპულაციის და მორალური სიცარიელის უკიდურესი მაგალითი. მე-10 ჰოვარდ ჰიუზი. ჰოვარდ ჰიუზი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მდიდარი მეწარმე, ინვესტორი, პილოტი, ინჟინერი, რეჟისორი და ფილანტროპი.
მისი ნერვული აშლილობა გამოიხატებოდა ობსესიურ აშლილობაში, ბაქტერიების ფობია, ხელების მუდმივი გახეხვა, სასტუმროს ნომრებში თვეების განმავლობაში დარჩენა, რომ სხვები არ შეხებოდნენ მის გარემოს. მისი მაგალითი გვახსენებს, რომ ადამიანის გონება შეიძლება იყოს საოცრად შემოქმედებითი და საოცრად ვნებაშეპყრობილი ერთდროულად. მეცხრე, მუამარ კადაფი. მუამარ კადაფი მართავდა ლიბიას 42 წლის განმავლობაში და საკუთარ თავს რევოლუციონერ გმირად და ღვთაებრივ წინასწარმეტყველად მიიჩნევდა. საჯარო გამოსვლებზე იგი ხშირად იყენებდა ფარულ კოსმოსურ თემატიკას და ილუზიურ სიმბოლიკას. ანალიტიკოსები და ფსიქოლოგები კადაფს აღწერენ როგორც პარანოიდულ, ნარცისტულ და ძალადობრივ დიქტატორს, რომლის ფანტაზიებმა საბოლოოდ გამოიწვია პოლიტიკური ქაოსი და მისი სიკვდილი 2011 წელს. მერვე, ვინსენტ ვან გოგი. ვინსენტ ვან გოგი ცხოვრობდა ჰალუცინაციებით, დეპრესიული კრიზისებითა და შემოქმედებითი აფეთქებებით. მისი პიროვნება და გონება მუდმივად ცვლიდნენ სიმშვიდესა და ქაოსს შორის, რაც აისახა როგორც მის მხატვრობაში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღევანდელი ექიმების შეფასებით, ვან გოგს შესაძლოა ჰქონოდა მძიმე ბიპოლარული აშლილობა ფსიქოტროპული ნიშნებით. მისი ცნობილი ეპიზოდი ყურის მოჭრასთან დაკავშირებით არის სიმბოლო გონების ქაოსისა და ემოციური სირთულის. ვან გოგი გარდაიცვალა 37 წლის ასაკში. დაავადებამ საბოლოოდ დაამარცხა მისი სხეული, მაგრამ მისი შემოქმედება კვლავ რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მხატვრულ მემკვიდრეობად. მეშვიდე, ედგარ ალან პო. ედგარ ალან პო ცხოვრობდა თითქმის ისე, როგორც მისი გოთიკური მოთხრობების პერსონაჟი. მისი გონება მუდმივად იყო სავსე შემოქმედებითი აფეთქებებითა და ღრმა დეპრესიებით, რაც აისახებოდა როგორც მის მწერლობაში, ისე პირად ცხოვრებაში. პოს ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა, ალკოჰოლიზმი, გლოვის კომპლექსი და სიღარიბე, რაც კიდევ უფრო მეტად ამძაფრებდა მის ფსიქიკურ მდგომარეობას. პოს ცხოვრება გვიჩვენებს, რომ გენიოსი, შემოქმედებითი ტალანტი და მძიმე ფსიქიკური დაავადებები ხშირად ერთდროულად თანაარსებობენ, ქმნიან უნიკალურ, თუმცა ტრაგიკულ პიროვნულ სურათს. მეექვსე, ფრიდრიხ ніცშე. ніცშეს ფსიქიკური დაცემა დაიწყო დაახლოებით 1 წლით ადრე, ვიდრე 1889 წლის ტურინში ცნობილი ინციდენტი მოხდებოდა, როდესაც მან ქუჩაში ნაცსემი ცხენი დაინახა. ამ მოვლენამდე იგი უკვე ავლენდა უცნაურ ქცევებს, ფორტეპიანოზე ქაოტურად უკრავდა, ხშირად იკეტებოდა ოთახში და რეალობას ნელ-ნელა სცილდებოდა. 1889 წლის შემდეგ ніცშეს მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მომდევნო 11 წლის განმავლობაში იგი თითქმის სრულად არაკომუნიკაბელური გახდა. ნაწილობრივ პარალიზებული და მთლიანად დამოკიდებული სხვების მოვლაზე. ის წერდა დელუზიურ წერილებს, ავლენდა უცნაურ ქცევებს და ფაქტობრივად ჩამოშორდა საზოგადოებრივ ცხოვრებას. მეხუთე, მერლინ მონრო. მერლინ მონრო იყო გლამურის სიმბოლო, მაგრამ მისი ცხოვრება რეალურად სავსე იყო შიშით, ფსიქიკური პრობლემებით და უკიდურესი დაუცვევლობით. პატარაობაში მას მოუწია თავშესაფრებში ცხოვრება, მშობლებისგან განცალკევება. ზრდასრულ ასაკში მან განიცადა დეპრესია, პარანოია, პიროვნული შფოთვა პრესისგან გამოწვეული. მონრო მუდმივად ცდილობდა საზოგადოებაში საკუთარი ხებლის წარმოჩენას, თუმცა შინაგანად გრძნობდა მუდმივ შიშს და უიმედობას. მისი კარიერა და სიცოცხლე ხანმოკლე იყო, თუმცა მისმა ტრაგედიამ მერლინი მარადიულ ლეგენდად გახადა. აბრაჰამ ლინკოლნი. აბრაჰამ ლინკოლნი, აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც გააერთიანა ქვეყანა სამოქალაქო ომის პერიოდში, განიცდიდა მძიმე დეპრესიას, რომელსაც თავის დროზე საღი-სიგიჟე უწოდეს. იგი ხშირად აღწერდა ღრმა მწუხარებას, ცხოვრებისა და ადამიანის არსებობის აზრზე შინაგან კითხვებს, ასევე სიზმრისა და ჰალუცინაციების ნიმუშებს. მისი ფსიქოლოგიური ტანჯვა იმდენად ინტენსიური იყო, რომ ზოგი თანამედროვე ისტორიკოსი მას კლასიკურ მაგალითად მიიჩნევს სახელმწიფოებრივ ლიდერში დეპრესიის გამოვლენის. გარდა ემოციური სტრესისა, ლინკოლნი განიცდიდა ნევროლოგიურ დაძაბულობას. მუდმივი მტრის ზეწოლა, ომის სიმძიმე და ციხეების ნგრევა აძლიერებდა მის ემოციურ ტანჯვას. ლინკოლნის მაგალითი აჩვენებს, როგორ შეიძლება უდიდესი პასუხისმგებლობა, გენიალური ლიდერობა და ექსტრემალური ფსიქოლოგიური გამოწვევები ერთდროულად თანაარსებობდნენ, ქმნიდნენ ძლიერ, თუმცა მუდმივად დაძაბულ პიროვნულ და მენტალურ მდგომარეობას. მესამე, ჩარლზ დარვინი. ჩარლზ დარვინი ევოლუციური თეორიის ფუძემდებელი თავის ცხოვრებით ბევრს შთააგონებს, თუმცა მისი ფსიქიკური პრობლემები თითქმის შეუმჩნეველი რჩებოდა. იგი განიცდიდა მძიმე შფოთვას,
გულის პრობლემებსა და მუდმივ უძილობას, რაც ხშირად აისახებოდა ყოველდღიურ შრომაში, ექსპედიციებსა და გენეტიკურ კვლევებში. ჩარლზის ცხოვრება აჩვენებს, რომ ადამიანის გონება და ფსიქოლოგიური სირთულეები ხშირად ერთად მოქმედებენ, წარმოადგენენ უნიკალურ შიგნით არსებულ დინამიკას, რომელიც საბოლოოდ მსოფლიოში უმნიშვნელოვანესი მეცნიერული აღმოჩენების საფუძველი გახდა. მეორე, ალბერტ აინშტაინი. ალბერტ აინშტაინი იყო გენიოსი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო ფიზიკა. თუმცა მისი პირადი ცხოვრება ხშირად სავსე იყო ემოციური ქაოსით. მას ჰქონდა დეპრესიული ეპიზოდები, შფოთვა, ოჯახური კონფლიქტები, რაც აისახებოდა მის ყოველდღიურ ქცევასა და გადაწყვეტილებებზე. აინშტაინის აღქმა სამყაროსადმი იყო ექსტრემალური. ხშირად აჭარბებდა ფსიქიკურ ჯანმრთელობის საზღვრებს, ხოლო მაღალი ინტელექტი და ფანტაზია დამატებით აძლიერებდა მის ემოციურ გამოწვევებს. და პირველი, მიქელანჯელო. რენესანსის დიდი მხატვარი და მოქანდაკე, მიქელანჯელო იყო არა მხოლოდ გენიალური შემოქმედი, არამედ ადამიანი, რომელიც განიცდიდა ინტენსიურ ფსიქიკურ დაძაბულობას. მისი დიდი პროექტები, როგორიცაა წმინდა პეტრეს საკურთხევლის მოქანდაკეობა, თან ახლდა მუდმივი შფოთვა, გადაჭარბებული ზრუნვა დეტალებზე და ნერვული გადაღლილობა. მიქელანჯელოს უწევდა ემოციების მუდმივი კონტროლი, ხშირად ღამეებს უმოძრაოდ ატარებდა, გონება მუდმივ შემოქმედებით პროცესში იყო ჩართული. ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ მისი გენიალური ნამუშევრები პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ასეთი ინტენსიური ფსიქიკური ენერგიის გარეშე. თუმცა ეს ემოციური ტვირთი დიდი ფასის გადახდად დაუჯდა, სულიერად იგი მუდამ დაძაბული იყო. ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა დიდი ძალაუფლება და გენიობა პირდაპირ კავშირშია სიგიჟესთან. ეს გვაფიქრებინებს, რომ მიუხედავად გამარჯვებებისა და ისტორიაში სახელის დატოვებისა, ადამიანური გონება რჩება ყველაზე სუსტ და ყველაზე ძლიერ ნაწილად ჩვენი არსებობისა. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებდით ფაქტომაც. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ, ჩართეთ ზარისხილაკი და გამოიწერეთ არხი. ასევე გიტოვებთ კიდევ ერთ საინტერესო ვიდეოს. ყურების გასაგრძელებლად. აბა დროებით.